როგორ ახართ გოგონებო, იმედი ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, კლასიკა. და სანამ გაშლას დავიწყებ და ყველაზე ორმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერი. ბედნიერ შაბათ დილას გისურვებთ. Ულად არ გამოვდივარ ხოლმე ესე დილას ყავაც არ დამილევია, ესე იგი მინდოდა თქვენთვის გაშლა და რაღაც საინტერესო იქნება აუცილებლად და ყურადღება მიაქციეთ ამ ყველაფერს. ნაკადში ვარ, ასე ვთქვათ. ნახოთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. მოქმედება მინდა ერთი კარტით იყოს. რას ფიქრობს? როგორი კარმული ფიქრები. კარმული ფიქრები არა, უფრო კარმული ურთიერთობა. ანუ, მოდი ვთქვათ ესე, რომ უფრო მიხვდეთ თქვენზე ერთ თუ არა ეს გაშლა. საკმაოდ როგორი ადამიანია, იცი, ყველაფერს მართავს ისე, როგორც მას უნდა, ჭკვიანი. ვიტყოდი განათლებულიც, იცის თავისი საქმე და იცის ურთიერთობები. იცის ისე, რომ გეგონა როგორც თევზი წყალშია, ისე დაცურავს ჰარმონიულად ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორი ფიქრები აქვს, იცი, სტაბილურობას მე აქ ვერ უყურებ. როგორც გააქნევს ხელს და სურვილებს, ისე მიდის ყველაფერი. გინდა არ გინდა, ალბათ მიყვები, იმიტომ რომ ნუ სხვანაირად არ გამოდის. ასე ჩანს აქ. ადამიანი მაინც манипуლირებს, ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ უარყოფითად, შეუძლია როგორც კარგი, ისე უარყოფითი, როგორც ყველა ადამიანს. მაგრამ აი ეხლა და ამ მომენტში აქვს ფიქრები თქვენთან რაღაცა გააქტიურების, დაახლოების და რაღაცა სიმსუბუქის შემოტანის. ფიქრები რა თქმა უნდა ფიქსირდება, მაგრამ მე აქ უყურებ ძალიან ასე ვთქვათ არასტაბილურ ურთიერთობას და პიროვნებაც თავისთავად არ არის სტაბილური თქვენთან ურთიერთობაში. მაგრამ რა თქმა უნდა ეფიქრები. ორივე მაღალი არკანია და ამას ვერაფრით ვერ დავაიგნორებთ. ეხლა როგორი უხარისხო ურთიერთობაც არ უნდა იყოს, ამ ადამიანს მაინც ეფიქრები. ნახოთ გულში რა ხდება. გულში რა ხდება რა, ანთებული. სხვათა შორის ელოდეთ ძალიან კარგ მოვლენებს. ეს მოვლენები არის გულში პირდაპირ ყავხარ და სანამ ამოვიღებდი გადმოხდი. ანუ შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი. ნუ ახლა ერთადერთს მაინც ვერ ვიტყოდი შესაძლოა, იმიტომ რომ დასწრის ბოლოს მაინც მაქვს პატარა მესამე ფაქტორები, მაგრამ ამ მესამე ფაქტორებიდან შენ ხარ ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ ყველაზე რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება. გულში შენზე ფიქრობს, ანთებულია და ძალიან უნდა ისეთი მოქმედება, რომ გაგახაროს, აი როგორც შენ შეგეფერება. პენტაკლების დედოფალი ხარ და პენტაკლს დედოფალს რა თქმა უნდა შეეფერება ხა. მე ვიტყოდი ტუზი კვერთხი არ შეეფერება, მაგრამ ნუ მაინც მოდის თავისი აი ესე რომ ვთქვათ ენთუზიაზმით ადამიანი გულში ანთებული აქვს და ტონუსია. გრძნობას მაინც ვიტყოდი როგორია იცი უზომოდ დაინტერესებულია შენი და ანთებული ვნება ყველაფერი, მაგრამ სადღაც აი ეს სიღრმე მოიკოჭლებს. მოდი მაინც ვიკითხოთ. როგორი არის ეს გრძნობა, ეს ვნება მაინც? როგორი არის? არის ახლოს შენი აზრით სიყვარულთან? ბოდიში ჩემი მაღვიძე რა მირეკოს, მე რა თქმა უნდა დროზე ადრე გავიღვიძე. არის თუ არა ეს სიყვარულთან ახლოს? იცი რა არის სიყვარულის კატეგორიული წინააღმდეგია, იმიტომ რომ აი ამას მოაქვს ძალიან დიდი დისკომფორტი, ქაოსი და არავის არ უშვებს თავის გულში. შენც იცი, შენც ოღონდ არ შემოხვიდე გულში, არ შემოგიშვას მაინც გულში, იმიტომ რომ რაღაც ეს გადაწყობა, ეს სიყვარული მისთვის რა ვიცი, ისეთი გრძნობა რომ ან არ უგრძნია სიყვარული და რაღაცა წარმოდგენები აქვს სიყვარულზე. თითქოს ვერ მართავს მე თავის თავს და როცა უყვარდება, ვერ აკონტროლებს, არ აკონტროლებს და მისი წესები აქვს და მისი ხედვები აქვს, მოკლედ სიყვარულთან დაკავშირებით. მთავარია მისთვის რომ იყოს სასურველი მდგომარეობა, რომ უნდოდა და ქალი სურდეს ჩვეულებრივად როგორც საჭიროა. და თუ გრძნობს რომ შენი დაკარგვა არ უნდა, რა თქმა უნდა, მისთვის ეს არის ნორმა. იმის იქით არ მიდის და შენ
რა მგონია რომ დაგაკმაყოფილოს ამ ადამიანმა ასეთი თავისი დამოკიდებულებითა მე აქ სტაბილურობას ამ ადამიანში ვერ უყურებ ამ ურთიერთობას რაც შეეხება და დაგაკმაყოფილებს მაშინ არ დაგაკმაყოფილებს არა როგორია იცი ხა გონია რომ გამოდის ეს ყველაფერი გაუდის ეს ყველაფერი. რა ვიცი, შეიძლება კი გაუდის კიდეც, მაგრამ შენ თავს არ იტყუებ რაც მთავარია. მოდი ვნახოთ მოქმედება. მოვიდა. ხო თქვი რომ ეს არ არის სტაბილური ფიქრებიდან გამომდინარე ხვდები. ეს იქნება როგორი მოქმედება, იცი? აიწონა დაიწონა. გამავალ კონტექსტზე, მე არ გამავალ კონტექსტზე. აი ამას გავაკეთებ, მე არ გავაკეთებ ამას მაგალითად და ყოველთვის მყავხარ ტონუსში, ანუ ორიანი პენტაკლი ნიშნავს კიდე ორ სკამზე ერთად ჯდომასაც მაგალითად. თუ არჩევანი აქვს ამ ადამიანს, ჯერ ეს ადამიანი არ ფიქრობს არჩევანზე და ასე ვთქვათ, მერყეობს, ხო არ ფიქრობს. გამოხატულება როგორც აი როგორ იცი გამოუშვებ მე რაღაც ჩემ გულწრფელ გრძნობებს შენთან და მე ზუსტად ვიცი რა მინდა ურთიერთობაში ძალიან იცი როგორი არის მომხვეჭი ტიპია და მოქმედებით რო გითხრა რომ გაგიშვებსო არ გიშვებს მაგრამ არც მისთვის უნდა ხარ აი ზუსტად ეს მომენტია მოქმედებასთან დაკავშირებით მაგრამ ეცდება აი როგორც კი მიხვდება იმას რომ კარგავს ეგრევე მოგინადირებს ამის სრული აქვს და მე უკვე თავის გზას გააგრძელებს მიცემ მაგათმის ბალანსი დარღვეულია თუ არ შეიძლება სტაბილურობამდე ვერ მიხვალთ ამ შემთხვევაში მოდი ვნახოთ ეს 4-ხიანი კვერთხი იცი როგორი ურთიერთობა სურს აი იყოს ჰარმონიული კარგი ურთიერთობა და მე ამ ურთიერთობაში დაკარგული ადამიანი რატო ხარ დაკარგული ამ ურთიერთობაში იმიტომ რომ ნახე როგორი რაღაც არის როგორც კი მიდის ეს ემოციამდე და გრძნობამდე და უკვე სუგონებაში ყავხარ ეს მე არ მოწონს აბა რა მოგწონს ეს თუ არ მოგწონს აბა რა უნდა მოგწონს ნახე არ გვეუბნება არაფერს ჩაგვიკეტა ფიქრები ორაზროვანი ადამიანია ძალიან და ძალიან საშიშია ეს პიროვნება ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ თავს მართლა ისე მოგაჩვენებს და ისეთნაირად შეგიქმნის ყველაფერს, რომ ეჭვი შენ პირადად არ დაგებადება და მართლა ბევრ კითხვებს დასვამ, ნუ თუ ეს ყველაფერი იყო მაგალითად თამაში ანი სენსი, ძალიან ბევრ კითხვებს დასვამ, მაგრამ ნუ იცი ზუსტად რა უნდა, როგორ უნდა და იმიტომ თუ შეტყობილი არა გაქვთ, მაშინ ჯობია რომ არ შეტყობოთ. რჩევა, მოდი მაინც ვიკითხოთ. თქვენთვის რჩევა რა იქნება? როგორი პენტაკლებია მოგდის 2-10. ამასთან დაკავშირებით არის თუ სხვასთან დაკავშირებით? იცი რა არის? შეგიძლია სხვაც განიხილო. რჩევა შენ თუ გინდა სტაბილური ბედნიერი ცხოვრება, როგორც ყველა ნორმალურ მოკვდავ ქალს უნდა 1000-1000 პენტაკლთან. შენ შეგიძლია კიდე შანსი მიცი ამ ადამიანს, პატარა შანსი და რაღაცა თუ შენზეა დამოკიდებული. წინა როგორ გითხრა, მომზადება რაღაცა პატარა ნაბიჯი რო გადადგა რაღაცა პატარაზე თავი დახარო, ხო, კარგი, მაგალითად შენ გინდა შენებურად, მაგრამ მე დავაკვირდები, დააკვირდე, ანუ დაკვირვების შანსი უნდა მიცი ადამიანს, ამას გეუბნება ტარო, რომ დაინახო, მიხვალ თუ არა აი ამ სტაბილურობამდე და ტარო გეუბნება, რომ მიეცი ამის შანსი ამ ადამიანს, რომ კიდევ ერთხელ შენში დაარწმუნდე, მაგრამ როგორც უკან აღვნიშნე, მე აქ უყურებს ემოდან რა თქმა უნდა კარტებს. მოსინჯვების გარეშე ამასთან და საერთოდ თუ მართლა კარგი ნორმალური ცხოვრება გინდა, შენ შეგიძლია აბსოლუტურად ხაზი გადაუსვა ამ ადამიანს და შემოუშვა შენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც მართლა პასუხისმგებლობას აიღებს ზუსტად იმ 10,000 და 10 პენტაკლზე, როგორც არის კლასიკური ბედნიერება. სტაბილური ერთგული ბედნიერება. თუ მაგალითად თქვენ ხართ დაოჯახებული მაგალითად. მაშინ არ იჩქაროთ ოჯახის არევდარება აი ამ ადამიანთან დაკავშირებით. ეს რჩევაც გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ეხლა ერთი ვარიანტით ვერ ვიტყვი მაგალითად ყველაზე რომ ეს ასე იქნება და 100-ია საჭირო. ვარიანტები მაინც უნდა ვთქვა. მაგრამ აი დიდად რაღაცის გამკეთებელი, კი ვიფიქრები, კი გულში ყავხარ ამოჭრილი, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საქმით
საქმით უნდა გამოჩნდეს ყველაფერი გულწრფელად და არ უნდა იყოს ეს ყველაფერი ორაზროვანი და არ უნდა იყოს, რაც მთავარია, კითხვის ნიშნის ქვეშ, უნდა გადაწყდეს და ამას არ უნდა ეს გადაწყვეტილება. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.